თქვენ უსმენთ ახალციხის დასრულთა განათლების ცენტრის რადიო ედუსტრიმს. თვალი გვადარნეთ ახალციხის დასრულთა განათლების ცენტრის რადიო ედუსტრიმის YouTube-ისა და Facebook-ის გვერდებზე. რა გავლენას ახდენს ჩვენზე მედია? როგორ უნდა გავარჩიოთ სწორი და ცრუ ინფორმაცია? რას ნიშნავს იყო მედია წიგნიერი? ამ და მსგავს სხვა თემებზე ვისაუბრებთ რუბრიკაში გაფილტრე. მოგესალმებით, მე ვარ ნინი გიქოშვილი, რუბრიკა გაფილტრეს წამყვანი. დღევანდელ გადაცემაში კი ვისაუბრებთ მედია წიგნიერების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე. 21 საუკუნე ინფორმაციის ეპოქა. დღეს ჩვენ ყოველდღიურად ვიღებთ იმაზე ბევრად მეტ ინფორმაციას, ვიდრე 10 წლის წინ. სმარტფონი ჩვენი ცხოვრების განუყრელ ნაწილად იქცა. ინფორმაცია კი ყველგან გვხვდება, სოციალურ ქსელებში, ონლაინ გამოცემებში, ტელევიზიებსა თუ ბილბორდებზე. ინფორმაციის დიდი ნაკადი კიდევ დამატებითი გამოწვევაა ჩვენთვის, რადგან გვიწევს მისი გაანალიზება, იმაზე ფიქრი რამდენად ობიექტურია ის და შეიძლება თუ არა მისი ნდობა. ჩვენი რუბრიკა გაფილტრე მოგაწვით მარტივ და პრაქტიკულ რჩევებს, თუ როგორ გაარჩიოთ ცრუ და სწორი ინფორმაცია, როგორ აიცილოთ თავიდან საინფორმაციო მანიპულაცია და ზოგადად, როგორ იყოთ უფრო დაცული საინფორმაციო სივრცეში. დღეს გაგაცნობთ ტერმინებს მედია წიგნიერება და მედია წიგნიერი. მედია წიგნიერება ნიშნავს უნარს, ადამიანმა აკონტროლოს ინფორმაცია, რომელსაც იღებს. რაც უფრო მაღალია მედია წიგნიერების დონე, მით უფრო შეუძლია ადამიანს გაარჩიოს რეალობა მედიის მიერ შექმნილი სამყაროსგან. სიტყვა წიგნიერება არა მხოლოდ კითხვის ცოდნას, არამედ წაკითხulis გააზრებას, ანალიზსა და კრიტიკულ შეფასებას ნიშნავს. შესაბამისად, მედია წიგნიერი ადამიანი სწორად ახარისხებს მიღებულ ინფორმაციას, ითვისებს სასარგებლოს და თავს არიდებს ზედმეტსა თუ საზიანოს. ის აღარ ექცევა ინფორმაციული წნეხის ქვეშ და არ აძლევს მედიას უფლებას განსაზღვროს მისი აზროვნება ან დღის წესრიგი. როცა ვამბობთ მედია წიგნიერი, გულისხმობთ ადამიანს, რომელსაც შეუძლია მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია კრიტიკულად შეაფასოს, მოიძიოს საჭირო ინფორმაცია სათანადო წყაროებიდან, გადამოწყვას მისი სანდოობა და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს და გავრცელოს ის. ახლა კი ვისაუბრებთ ინფორმაციის გავრცელების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტზე მედიაზე, რომელიც წარმოადგენს მედია წიგნიერების ერთ-ერთ ძირითად შესწავლის ობიექტს. რა არის მედია? ეს არის ნებისმიერი საშუალება, რომლის მეშვეობითაც ვიღებთ ან ვავრცელებთ ინფორმაციას. მედია საზოგადოებრივი აზრის ფორმირების ძლიერი იარაღია, ამიტომაც მას ხშირად მეოთხე ხელისუფლებას უწოდებენ. იგი ინფორმირებას, ცოდნის გაზრდას, ხელისუფლების მეთვალყურეობას, საზოგადოებრივ დისკუსიას, ადვოკატირებას, გართობასა და კომერციულ კომუნიკაციას უზრუნველყოფს. მედიის გავლენის ბევრი მაგალითი არსებობს თანამედროვე ისტორიაში. მაგალითად, არაბული გაზაფხული, როდესაც სოციალურმა მედიამ დიდი როლი შეასრულა არაბული ქვეყნების პოლიტიკური რევოლუციებისა და პროტესტების ორგანიზებაში. Facebook, Twitter და YouTube დაეხმარა პროტესტანტებს ინფორმაციის სწრაფად გავრცელებასა და მსოფლიო საზოგადოების ყურადღების მოპყრობაში. 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ ტელევიზიებსა და ონლაინ მედიის უდიდესი გავლენით მსოფლიო დღის წესრიგში ახალი თემები დადგა. ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, უსაფრთხოების ზომები და საერთაშორისო პოლიტიკა. ბრექსიტის მედია კამპანიამ უდიდესი გავლენა მოახდინა ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის პროცესში, საზოგადოებრივი აზრის ფორმირებასა და ბრიტანეთის მოსახლეობის მიერ ისტორიული გადაწყვეტილების მიღებაზე. COVID-19 პანდემიის დროს მედიამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საზოგადოებისთვის პანდემიის შესახებ ინფორმაციის სწრაფად მიწოდებაში. თუმცა ასევე ხელი შეუწყო დეზინფორმაციის გავრცელებას, რამაც ხელი შეუშალა დაავადების წინააღმდეგ ეფექტური მეთოდების გამოყენებას. ონლაინ მედიის რეგულირება კი უფრო რთულია, რადგან ინტერნეტი მსოფლიო ქსელია და ნაკლებად ცენტრალიზებულია. აქ ინფორმაციის მომხმარებელი და გამავრცელებელიც ნებისმიერი ადამიანი შეიძლება იყოს. თუმცა შეძლობის დაგვარად იქ იყენებენ საერთაშორისო კანონმდებლობას, საინფორმაციო თუ სოციალური პლატფორმების თვითრეგულირებას, ალგორითმულ მონიტორინგს და კანონებს, მაგალითად ციფრული სერვისების აქტს, რათა შეეზღუდოს ცრუ ინფორმაციის გავრცელება, გაძლიერდეს პირადი მონაცემების დაცვა და განისაზღვროს კონტენტის რეგულირების წესები.
მედიის მთავარ გამოწვევას დღეს ბალანსის მოძებნა, სიტყვის თავისუფლება და პასუხისმგებლობა წარმოადგენს. უყურეთ რუბრიკას გაფილტრე, იფიქრე, გადაამოწმე და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიყენე. გადაცემა მომზადებულია ახალციხის გასულთა განათლების ცენტრის მიერ, პროექტის რადიოს ძალის ფარგლებში. რადიო ფუნქციონირებს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დილების საერთაშორისო მხარდაჭერით. თვალე გვადევნეთ ახალციხის გასულთა განათლების ცენტრის რადიო უსტრიმის YouTube-სა და Facebook-ის გვერდებზე.